გიგანტური ხეების და ტიტების სკანდალის შემდეგ ბოტანიკური ბაღი ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ ნარმანიას ფარულად მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერს დავით ნარმანიას 3 საათიან ვადას აძლევს და ულტიმატუმს უყენებს. ესა ინგა გრიგოლიას დღის ამბები 2-ზე მოგესალმებით. თვალებში მიყურებ თქვენ და თქვენი დირექტორის და რას მეუბნებით იცით? 4 ჰექტარი კი ბატონო ბიძინამ წაიღო, მაგრამ ბიძინამ კარგი 4 ჰექტარი იყო. არ არის ესე? არ არის ესე შემეჭირებინა. არ არის ესე? ჟურნალისტებს გთხოვთ ჟურნალისტებს გთხოვთ წავაგზავნოთ. მაგრამ არა საზოგადოებრივი სიკეთების ხარჯზე. კარგად მომისმინეთ რა. თქვენი ჭირიმ, აი გამოჩნდა ბოლო ფრაზაში თქვენი რეალური ყველაფერი ეგრეა. გამოჩნდა თქვენი სახე. გაგიმარჯვოთ ღმერთმა. მოკლედ საქართველოში არ სრულდება ხეების სკანდალები, ოპოზიციის ულტიმატუმი ასეთია, ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის მიტაცებული ტერიტორია, ნარმანიამ კი გააკეთოს საჯარო განცხადება, რის შედეგადაც იგი საზოგადოების წინაშე პირობას დადებს და გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებებს. ნარმანიასთვის ოპოზიციის მიერ მიცემული 3 საათიანი ვადა უკვე ამოიწურა. ბიძინამ სოლოლაკის საკარმიდამოს თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიუერთა, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი დღემდე მალულად მოხდა. ტერიტორიის ახალი მესაკუთრე გახლავთ შპს ფინსერვისი 21. ამ შპს-ზე არის რეგისტრირებული დღეს არსებული ბიძინას ბიზნეს წენტრი, ასევე შარშან წლის ბოლოს ხრწანისის შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გასადენის მილის გადატანაში მერიამ 700.000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა დღის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე 29 ჰექტარზე ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება. 3 მაისს აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზეც ხრწანისის შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო. ვინ იქნება მყიდველი, ადვილად პროგნოზირებადია. ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პრაქტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს. მეგობრებო, ყველაფერს აქვს საზღვარი. ის, რასაც ნარმანია აკეთებს, ამას ბიძინასადმი მონური მორჩილებაც აღარ ქვია. ეს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ნიკა მელიას განცხადება. მაშასე დავით ნარმანიასთვის მიცემული ვადა უკვე ამოიწურა. რა პასუხი აქვს თბილისის მერიას ამბებში 4 საათზე დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე გასცემს პასუხს მელიას ბრალდებებს. ახლა კი გადაცემაში ბოტანიკური ბაღიდან გვერდება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია. მე მას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მოკლედ უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ 2 კვირაში ერთხელ. მე პირადად და არა მარტო მე გვიწევს გადაცემების გაკეთება ხეებზე, გიგანტურ ტიტებზე, ბოტანიკურ ბაღზე და ასე შემდეგ. მოგვიყევით რა ხდება, რა საპროტესტებთ და რა ტერიტორია მიითვისა, რა ტერიტორიის მითვისებაში ადანაშაულებთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. გამარჯობათ, მადლობა კიდევ ერთხელ მოცემული შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში მინდა გულისტკივრი თქვა ის, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდით ყველანი ერთად და გვიწევს უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრება. ანუ შიზოფრენიულ რეჟიმში ვართ, როდესაც საუბრობთ უფრო მეტად არა ეკონომიკაზე, არა მაგალითად სიღარიბეზე, რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ განხორციელებაზე, არამედ რაღაცა ხის გადარგვაზე, გამოგლეჯვაზე, ბოტანიკური ბაღის მიერთებაზე, მოერთებაზე. და ეს ყველაფერი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია და ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ. და მე სხვანაირად უფლება არ მაქვს, როდესაც ვარ პოლიტიკაში და ვარ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეხედვით თვალს ვერ დახუჭავ. ის რაც მოხდა რეალურად დღეს და გუში გავიგეთ ჩვენ ყველაფერი ამის შესახებ, ყოველგვარ ზღვარს ხდება. მე პირადად ვთქვი და ეხლა გავიმეორებ, ნაკლებად წარმომედგინა, თუ კი რამე გამაკვირვებდა ბიძინა ივანიშვილის მიმართებაში იმ ხის ამბავის შემდეგ. მაგრამ ვწდებოდი, როგორც აღმოჩნდა და ვწდებოდა რა მოხდა ბატონო დეტალურად რომ მოგვიყევი. მოხდა შემდეგი რამე. ბიძინა ძალიან დეტალურად მოვყვები. ეხლა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ 4 ჰექტარი ტერიტორია მიითვისა და მიუერთა თავის რეზიდენციას. კერძოდ ფინსერვის, შპს ფინსერვისის ბალანსი არის ეხლა ის 4 ჰექტარი რეგისტრირებული. სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილმა მის საკუთრებაში არსებული 10 ჰექტარიდან 4 ჰექტარი მიცა ბოტანიკურ ბაღს. მაგრამ ნახეთ, სად არის ახლა სხვაობა.
სხვაობა არის მარტივი და შემაშფოთებელი. იმ 4 ჰექტარზე, რომელიც გუშინ იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, რა თქმა უნდა, იყო შეუძლებელი ნებისმიერი სახის მშენებლობის წარმართვა, მინაიდან ის იყო ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წაიღო ეს 4 ჰექტარი სახში, მოდით ესე დავარქვეთ. სტატუსი შეუცვალა ნარმანიამ და დღეს ხვალ ივანიშვილს შეუძლია უკვე იქ ააშენოს რაც მოეპრიალება. სასტუმრო იქნება ბიზნესეთი თუ ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ასევე 29 ჰექტარი, რომელიც დედაქალაქის მერიამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა და თქვა რომ წანისის შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ვიწყებ ამ 29 ჰექტარზეო. დაიწყო მშენებლობა, ამ მშენებლობის ფარგლებში გაიჩეხა 540 ხე, გადატანილი იქნა გაზის ცენტრალური მილსადენი, რომელზეც მერიამ ბიუჯეტინა 700.000 ლარი გახარჯა. და უნდა დაეწყოთ უკვე სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ოქტომბრის თვეში უნდა დასრულებულიყო ეს გზა, რასაც ჩვენც კი ვაპირებდით და პროექტი იყო მე როგორც კანდიდატი ამას ვპირდებოდი მოსახლეობას, მივესალმებოდი ივანიშვილის თავრობის პირობებში ამ გზის მშენებლობას, მაგრამ რა მოხდა 2 კვირის წინ. მას შემდეგ რაც ეს 4 ჰექტარი მიითვისა ბიძინა ივანიშვილმა, მის ასე ვთქვათ ბიზნეს გეგმებში ჩაჯდა ის 29 ჰექტარიც, იმ 29 ჰექტარზე ეხა დედაქალაქის მერია მიუხედავად იმისა რომ 1 მილიონი გახარჯა, აღარ აპირებს გზის მშენებლობას და შეგახსენებთ 540 ხე გაჩეხა, არამედ საშინელება გააკეთა, გამოიტანა აუქციონზე, აი 22 აპრილს გამოიტანა აუქციონზე და სრულდება 3 მაისს. და უნდა იყიდოს ეს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ესაზღვრება მის სახლს, სადაც დღეს ჩვენ ვიყავით. ანუ იქ გზა აღარ გაკეთება და გზის პროექტი დააკორექტირა და ქვევით ოდნა მოშორებით დაახლოებით 2 კილომეტრში გავაკეთებ ახალ გზასო. ანუ მერიას დაავალებს და მერია გააკეთებს. რის ფარგლებში 700 ხე დამატებით და გაიჩეხოს. ჩვენ ვაპროტესტებთ არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის იმ 4 ჰექტარს, არამედ იმ 29 ჰექტარს, რომელიც უნდა ყოფილიყო თბილისის საკუთრება და რომელზეც უნდა აშენებულიყო გზა უბრალოდ ავტომაგისტრალი წანისის შინდისის დამაკავშირებელი ეს დაიფორმებს 3 მაისს. თქვენ ულტიმატუმი წაუყენეთ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას, თუ არ ვწდები ეს ულტიმატუმი საათები უკვე ამოიწურა, რას მოითხოვთ მისგან? ქალბატონო ინგა, სხვა არაფერს არ წველოდი, აი კერძოდ ბოტანიკური ბაღის დირექტორისგან, მე უბრალოდ სადღაც მაინც მქონდა იმედი, რომ გონივრული იქნებოდა ეს ადამიანი, მინიმუმ შეწუხებულს მაინც ნახავდი. შეწუხებული იყო მეტი შეშინებული. უბრალოდ ნუ რა ქნას ამ ადამიანმა, ეს იყო ადამიანი, რომელიც ეხა აჭარიდან გამოიყვანა, იქ იყო ბოტანიკური ბაღის დირექტორი, მწვანე კონცხის ნაწილი ტერიტორიის იქ მიათვისა, სანამ იქ მუშაობდა. მე ყოფილი ბოტანიკური ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს და მოიყვანეს ეს ადამიანი და ამ ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს გაცვლა არის ძალიან მომგებიანი და სასარგებლო, ეს არის ბოტანიკური ბაღის განცხადებაში, ნათქვამ, ბატონო. ეს გაცვლა არის მომგებიანი და ძალიან სასარგებლო, ქალბატონო ინგა. ბიძინა ივანიშვილისთვის და მარტივი ახსნა აქ ამ ყველაფერს. ის 4 ჰექტარი, რომელიც იყო მოცულობაში ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, იქ მშენებლობა იყო წარმოუდგენელი. ეხლა 4 ჰექტარი წაიღო ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან და იქ მიანიჭა ნარმანიას მიანიჭებია სამშენებლო ასე თქვათ სტატუსი და იქ შეუძლია რასაც ეხლა კარგი გემრიელი ოპონენტი რო გეჯდეთ, აქ ერთი წუთი თუ შეიძლება კარგი მეთქი ვინმე გემრიელი ოპონენტი რომ გეჯდეთ, აქ აუცილებლად გეტყოდათ რომ რა გააწყალეთ ბოლოს და ბოლოს გული ამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა 1 ხე და 4 ჰექტარი მიწა აღარ უნდა შეარგოთ ადამიანს, რომელმაც ამდენი რამე გაუკეთა ამ ქვეყანას, უამრავი პროექტი დააფინანსა წლების განმავლობაში. ხომ ეთანხმებით? ეს არგუმენტი აუცილებლად იქნებოდა. კი ბატონო, ამას იტყვეთ ესაა ჩახრეული და პირიქით იქით ვეუბნებით. ეხლა ოპონენტი რას გეუბნებათ მაქსიმუმ რა ოპერა ვინ გააკეთა, ვინ დახარჯა 40 მილიონი ოპერაზე. ოპერა გააკეთა, ნახევარი სოლოლაკი მიაქვს. საკტრისი ააფეთქა. უამრავი ტერიტორია ნახევარი რუსთაველის საკუთრებაში დაისაკუთრა უკვე. პანორამა თბილისის ფარგლებში ყველაზე საგანძური ფართი რაც კი არსებობდა ძველი თბილისის არეალში ეს ყველაფერი წაიღო და უამრავი სხვა. მითხარით ერთი პროექტი, ერთი პროექტი პირდაპირ ეთაში ქალბატონო ინგა თუ გაგახსენდებათ ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც განახორციელა და იქ დასაქმდა ხალხი. არა უკაცრავად მე ძალიან ბევრ პროექტს ჩამოგითვლით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფინანსებული ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. დაწყებული არა და არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დაწყებული სამება და თქვენს მიერ დასახელებული ნებისმიერი. ის აწარმო ხო არ არსებობს, სადაც მესმის ქალბატონო
ინგა, მაგრამ არ არსებობს ისეთი საწარმო, სადაც რეალურად ადამიანები დაასახმა. ფულს ხარჯავს ბიზნესმენი, როგორ არ ხარჯავს ფულს? ფულის მეც რას ხარჯავს? მაგრამ რეალურად ხარჯავს თავისთვის. მაგრამ რითი არის ეს განპირობებული? მე სიმართლე გითხრათ, ეს ამოთები რომ ჩავივარდა ხელში, მართლა ამჯეროდა 1000-ჯერ წავიკითხეთ, მე ირაკლი აბესაძე, ჩვენ მეგობრებმა, გადავიკითხეთ, რამე არ შეგვეშალოს, იმიტომ რომ 4 კომპონენტისგან შედგება, აი ეს საშინელება, ხო? მაგრამ მე მივედი მარტივ დასკვნამდე დღეს დილით, როდესაც ავედი და გადავხედე ბიძინა ივანიშვილის სახლს. ამ ადამიანს აქვს პარანოიდალური შიშები და დარწმუნებული ვარ, ეს ტერიტორია რაში უნდა ჭირდებოდეს? რა თქმა ეს ტერიტორია რა უნდა არის? ხო, არა, ეხა გეტყვით, ხვალ ნებისმიერ მოქალაქეს თბილისს შეუძლია მივიდეს და ბიძინა ივანიშვილს გადახედოს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს ეს არ სიამოვნებს, ამისთვის გააკეთა იქ ოქროხანაში ისგვირაბი, რომ ვერ გადაიხედოს ვერავი. და ეს მას აწუხებს, სერიოზულად აწუხებს. ეს ერთი და მეორე რეალურად ისე როგორც შეიძლება ჩვეულებრივი თბილისელი მოქალაქე ყოველთვის ცდილობს რომელიმე კორპუსში თუ ცხოვრობს, რომ გაფართოვდეს და მეზობლის ბინა შემოიერთოს, ან უფრო რაოდენობით ბინა იყიდოს და გაფართოვდეს, ხო? ეს ადამიანიც ასე უყურებს თბილისს. ამას არ აკმაყოფილებს ის მანამდე შეერთებული ბოტანიკური ბაღის პატარა ნაწილი, მაგრამ მაინც ის უზარმაზარი ტერიტორია, სადაც ტელევიზია GDS არსებობს, მერე მისი შვილის ასე თქვა სტუდია არსებობს და უამრავი სხვა და ეხლა უნდა გაფართოება. ხობია მისი, ვიღაცა კაზინოში დადის, ქალბატონო ინგა და იქ ხარჯავს ფულს, მაგრამ მოსაგებად ხო არ დადიან კაზინოში, ძირითადად დადიან გასართობად. ეს ადამიანი ზამით ერთობა, მაგრამ თბილისელების ხარჯზე ერთობა და ჩვენ არ ვერთობით, ქალბატონო ინგა. ჩვენ გონი ეხლა მე სიამოვნებს, ეხლა ღობე ყოლე დავბივარ და ქალბატონო ბუნებაში ხარ აერზე რა თქვა ჩემი ვალდებულება მე თუ ვარ პოლიტიკაში ქალბატონო და დიდი ხანი არ ვარ პოლიტიკაში მე ამ ყველაფერს ვერ შევეგუები გამორიცხული მე ამბობ შევაკვდები ქალბატონო ინგა 3 მაისს თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც აი სამარცხვინო დამცინავად იმ 29 ჰექტარ ტერიტორიას წაიღებს სახში სადაც გზა უნდა გაკეთებულიყო ხო და ამ 4 ჰექტარს არ დააბრუნეს ბოტანიკურ ბაღში რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ძალიან ძლავრი საპროტესტო აქციები აგორდეს თბილისში. აქ მნიშვნელობა არ აქვს. ვინ არის რომელი პარტიის ხარდაჭერი, რა სიმპათიით არის გამორჩეული, რომელი პოლიტიკური, ასე თქვა, იდეოლოგიის ხარდაჭერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დღეს როგორ ჩანს, ეხლა საერთოდ მე გავიგე რომ ვიცემერი არა, ის 4 საათზე იქნება გადაცემის სტუმარი, არა ბატონო. 4 საათზე ნარმანია როგორ ჩანს, არ გამოჩნდება დღეს, ნარმანია არ გამოჩნდება დღეს, როგორ ჩანს, სხვა გამოსავალი არ არის, ეს ადამიანები გამოვლენ და ეხლა იტყვიან რომ ბოტანიკურ ბაღს კარგი ტერიტორია მიცა ბიზნესთან და ცუდი წაიღო, მაგრამ იმას არ ამბობენ რომ იქ უნდა ააშენოს ბიზნესთან და მანამდე ვერ ააშენებ და იმ 29 ჰექტარზე რას იტყვიან წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ დღესვე 8 საათზე დედაქალაქის მერის შენობის წინ გაიმართება საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია და მე მიმართა თქვენი ეთერის საშუალებით ყველა თბილისას, ვისაც გულწრფელად მართლა აწუხებს ეს პრობლემა. და მე მგონი დღეს იშვიათად აი სუბიექტური ადამიანების გარდა ყველა თავს გზნობს შეურაცხყოფილებას. ანუ რას მოითხოვთ დავაკონკრეტოთ ეხლა დედაქალაქის მერის. დიახ. ჩვენ გვაქვს ორი კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს. ერთი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში, რომ ის 4 ჰექტარი ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდეს და ბიძინა ივანიშვილის აღარ იყო, სადაც უნდა ააშენოს სახლები თუ სასტუმროები ღმერთთა უწყის და მეორე მთავარი 29 ჰექტარი, რომელიც უნდა იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა 3 მაისს ის აუქციონი შეწყდეს. ეს აუქციონის დაუყოვნები უნდა შეჩერდეს და არ უნდა მიეცეს ივანიშვილს საშუალება, რომ აი აუქციონის წესით იყიდოს 29 ჰექტარი. იქ უნდა გაკეთებულიყო გზა. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ყველა ლეგიტიმურ საშუალებას გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევავიწროვებთ დედაქალაქის მერს, მე ჩემის ღმერთმენით დარწმუნებული ვარ უკვე დედაქალაქის მერს ბატონ ნარმანიას არ აქვს უფლება შედიოდეს და გამოდიოდეს დედაქალაქის მერიაში, იმიტომ რომ ის ერთადერთი რამითაა დაკავებული. აი ტელეფონის ხაზით არის მიბოლე აი ამ შენობასთან, სადაც აი ბატონი ივანიშვილი ცხოვრობს. მე ადრე კამპანიის დროს მას პირდაპირ უთხარი რომ ივანიშვილმა რომ დაგირეკოს და გითხრას რომ 12-ის ნახევრამდე იდგები სანამ არ გადმოგირეკავს და არ გეტყვის რომ შეგიძლია გათავისუფლდეს წახვიდეს სახში. თქვენთვის რო დაერეკა მიხეილ სააკაშვილს და რომ ეთქვა რომ 12-ის ნახევრამდე იდექი მაგ ტყეში დარწმუნებული ვარ გაგიჭირდებოდა და არ ვიცნობ თქვენ არა თქვენ მე საკმარისად კარგად მიცნობთ თქვენ მე საკმარისად კარგად ვიცნობთ და მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს მე ეს მართლაც გონია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ართუს ასემო შეურაცხყოფილი არის პარალელი ბატონ ნარმანიას და ამიტომ თავიდანვე სწორედ ამიტომ შეარჩია ბატონმა ივანიშვილმა ნარმანია ექტორ როგორ წარმოგიდგენიათ იმ დროს ოდესაც ცხენზე იჯდა ქართული ოცნება ნარმანიაზე უკეთეს კარტს ვერ იპოვი და არა
პირდაპირ შეარჩია ესეთი ადამიანი, ვინც უსიტყვოდ დაემორჩილებოდა და დღეს ბოტანიკურ ბაღში ესეთი დირექტორი მოიყვანა. მადლობა. მაგრამ იწურება ბატონი ივანიშვილის დრო. ჩვენ იმის ფაქტობრივად რომ საარჩევნო კამპანიისთვის ვემზადებოდით და ვემზადებით სერიოზულად და ცოტა ხანში ჩვენ სია უნდა წარმოვადგინოთ, მაჟორიტარები უნდა დავასახელოთ, საარჩევნო კამპანიაში უნდა ჩავებად და საზოგადოებას ავუხსნათ, რას გავაკეთებთ, ხო, როგორ დავძოთ სიარიბეს, სამწუხაროდ გვიწევს ამ პრობლემებთან შეტაკება, ვერ დავხუჭავთ თვალებს. მაშინ წაიღოს ყველაფერი. აი სადაც ვდგევართ, ეხლა წაიღოს ბიძინა ყველაფერი სახში და დაარქვას, რომ ეს ბიძინასია და არა თბილისი. კარგით. ამიტომ ამას არ შევეგუებით. მე პირადად სანამ სული მიდღეს გამორიცხულია ამას რომ შევეგუოთ ჩემ მეგობრებთან ერთად და უამრავ თბილისთან. კარგი და ბოლოს ბატონიკა ერთი წუთი თუ შეიძლება. ბოლოს მე მინდა რომ თქვენთან ერთად ერთხელ კიდევ მოკლედ წავიკითხო ბოტანიკური ბაღის განცხადება. ის ადმინისტრაცია ამბობს რომ ეს გაცვლა არის ძალიან მომგებიანი და სასარგებლო და ასეთ რამეს ამბობს. თხო ჩვენს თანამოქალაქეებს საკითხის შეუსწავლელად ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რადგან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირება და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და მოკლედ ის ამბობს რომ ეს ყველაფერი არის ბაღისთვის სასარგებლო. კი ბატონო, და აი მეც მომბეცით ერთი წუთი ხა ბატონო. გაცლებ და უნდა დავასრულო. კი ბატონო, ეს მითხრა მე აქ პირადად როცა ვესაუბრებოდი. ბაღი არა 4 ჰექტარი, კი ბატონო, მივეციო ბიძინას, მაგრამ ბიძინა მომცა კარგი 4 ჰექტარიო და ამაზე მე პასუხი მაქვს. კი ბატონო, რომ მივეცი ის 4 ჰექტარი. იმ 4 ჰექტარზე ეხა ბიძინამ უნდა აშენოს სახლი, ან უბრალოდ შემოღობოს და იქ ისეინოს. აი სხვაობა რაშია, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ბოტანიკურ ბაღში ვართ. ეხლა და ბოტანიკურ ბაღის დირექტორის განცხადება წაიგეთ. ეს არის ერთი პრობლემა იმ 4-დან. ეს ერთი პრობლემა პაკეტში გააკეთა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი. ამიტომ თუ ამას უკვე პირველ მდგომარეობაში არ დააბრუნებს ბატონი ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არა თუ გაგრძელდება ჯერ არ დაწყებულა საპროტესტო ძლავრი ქარიშხლოვანი აქციები. და ამას პირდები ივანიშვილსაც. თქვენი წინა საარჩევნო კამპანიიდან გამახსენდა, ეხა ერთი ხუმრობა მელია ტყიდან გვესაუბრებოდა თქო. დაახლოებით ისეთი ხუმრობა გამახსენდა თქვენი, ეხა პირდაპირ ჩართვისას ტყიდან საუბრობთ, ასე ვთქვათ, ხეებში და ხო, რა ვიცი, აი ძალიან უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ. გვიწევს ასე თვეში ერთხელ გაკეთება გადაცემების ხეებზე, მელიებზე, დათვებზე და ასე შემდეგ. მადლობა ბატონიკა, წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა, საინტერესო იყო თქვენი ჩართვა პირდაპირ ეთერში, მე გემშვიდობები და აქვე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ულტიმატუმი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ წაუყენა დედაქალაქის მერიას, ამ ულტიმატუმის ვადა პრაქტიკულად ამოიწურა და როგორც ნიკა მელიამ ეხა პირდაპირ ეთერში განაცხადა, საღამოს 8 საათზე დედაქალაქის მერიასთან უკვე საპროტესტო